საფეხბურთო ერში დარტყმა მეკარე კარგია ამ ეპიზოდში ფუტკარაძემ ითამაშა ზუსტად და გადაარჩინა თავისი გუნდი კიდევ ერთხელ ფუტკარაძე დამაჯერებელი იყო ეხლა ვერ ვიტყვით რომ აქ რაღაცა განსაკუთრებული იყო ამ ეპიზოდში მაგრამ ფაქტია რომ ველოდოთ ჩაწოდება კარში წავიდა ბურთი და შოუნაძე მე მგონი ყველაზე სახიფათო მომენტი სწორედ ეს იყო თქვი ძალიან მიღებული არის და ძალიან გამართლებული ხშირ შემთხვევაში იქ ძალიან ბევრი ფეხბურთელია წინ ხშირ შემთხვევაში მეკარე ვერ ხედავს კარგად ბურთს და ამიტომ ეს მოულოდნელობის ფაქტორიც თამაშობს ხშირ შემთხვევაში აქ უკვე მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდება მაღალი და გაიხსნა ანგარიში 1-0 სპაერის ფეხბურთელები დაწინაურდნენ ბოლო უკვე საჯისმიერ კომპენსირებული დროის ბოლო წამები კი არა გადაცილებულიც იყო მაგრამ ეს ახეთ გოლი მაღალი ჩაწოდება და ხედავთ ვის მოხდა ბურთი მოხდა თუ არა მასმიძელთა გუნდის ფეხბურთელს აი ეს მე მგონი ავტოგოლია საერთოდ ზუსტად ვერ დავინახე ალბათ დავწუნდებით გიორგი ცეცხლაძე არის ეს ფეხბურთელი რომელიც გიორგი ცეცხლაძე აი აქედან კარგად გამოჩნდება ალბათ არა გიორგი ცეცხლაძე არა ჯერ თამას ცეცხლაძეა ბურთთან ყველაზე ახლოს მაგრამ მე მგონი პიმენტელს ხდება ბურთი არა უკაცრავად ცირდავა იყო ბურთით ეხლა თამას ცეცხლაძე ცირდავა საჯარიმოშია ჩაწოდება შეიძლება ალბათ უკეთესათაც გათამაშა ეს კი შორეული კარ იყო ცუდი დარტყმა კენჭაძის მიერ შესრულებული მაგრამ ბურთი მცირე მანძილით სდება კარს ეს ესაუბრება მეშახტეს ფეხბურთელებს განმეორებით ვნახოთ ძალიან შორიდან და ძალიან ძლიერი დარტყმა იყო უბრალოდ ზუსტი არ ლიმა კარგია ლიმა ამ ეპიზოდში შიკალო დარტყმა მშვენიერი დარტყმა გამოვიდა და ფუტკარაძე თამაშობს კარგად ამ ეპიზოდში ლეგიონერებმა ლიმა შიკალომ გაითამაშეს აქ ბურთი კარგად ბოსლით ასდა ბურთი განმეორებით კარგი დარტყმა იყო მაგრამ ოდნავ არაზუსტი მაგრამ შევაქოთ მეკარეც აუცილებლად რადგანაც მან მოახერხა და მოარტყა საფინალო სასტვენი ჩააწოდეს ბურთი ჩაწოდება თავი დარტყმაც მოხერხდა მაგრამ არაზუსტია ისევ სპაერის ფეხბურთელები ყველაზე კარგი რაც არის დროის გასაყენად არის ეს მეტოქის ნახევარზე ბურთის დაჭერა სამხარაძე დარტყმაც შეუძლია დაარტყა მეკარე თამაშობს დამატებაზე ეს არის 2-0 და ძალიან დიდი ნაბიჯი გამარჯვებისკენ როდესაც სამხარაძე მიიღო ბურთი თქვი რომ შეუძლია მას დარტყმა ამ პოზიციიდან დაარტყა მოახერხა ბურთის აი ხედავთ აქ დარტყმა კი ჩაგუნავაა პირველი ბურთთან და სწორედ ნიკა ჩაგუნავას ანგარიშია მეორე გოლი მიმდინარე სეზონში ეს დიდი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვებამდე ორ ბურთიანი სხვაობა გაცილებით კომფორტულია და ნახოთ რამდენად მოახერხებს მეშახტე ალბათ უკვე სრული ძალებით განსაკუთრებული მობილიზებით წინ წასვლას რომ მინიმუმ ჯერ ერთი გოლი გაიტანოს და თამაში დარჩეს მეკარემ უნდა ითამაშოს და თამაშობს კიდეც შეიძლება ითქვას თავგანწირვით კი ხელზე ხდება ბურთი და აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით შეიძლება დაინიშნოს პენალტი ამ შემთხვევაში აი ხედავთ ამ ეპიზოდს ნახოთ პენალტია განმეორებაზე ძალიან კარგად გამოჩნდა ალბათ დამატებული ურწკაია გამორბენი დარტყმა და 2-1 ურწკაიას
პირველი პენალტი ეროვნულ ლიგაში არის ალბათ, არ ვიცი, რამდენი დროა დამატებული ახლა მხოლოდ საჯმა იცის. ბოლო ჯამში ბათუმში თამაში დასრულდა ამასობაში, ბათუმში დასრულებულია თამაში, ბათუმელებმა თამაში მოიგეს იქ 1-0-ია საბოლოო შედეგი. დიმიტრი ყურწკაია, პირველი გოლი მისი ეროვნულ ლიგაში, შესაბამისად მიმდინარე სეზონში პირველი პენალტი მეშახტისათვის, ასე რომ ეს რაღაც ესეთი ისტორიული პენალტია, როგორც ჩანს. რა თქმა უნდა, კმაყოფილნი არის. ერთი საბოლოო ჯამში და სპაერმა დააგროვა 20 ქულა და ერთი საფეხურით წინ გადაინაცვლა.